რაღაც რაც საინტერესოა საზოგადოებას მოკლედ გახდება როგორც ვიცით შემსრულებლებს იცის რომ ძირითადი მაგისტრალური ხაზი ამ დროისისა არის მე-19 საუკუნის ქართული საზოგადოების კულტურული გარემოს კვლევა ქართული არისტოკრატიის და ქართული ინტელიგენციის კულტურის ისტორია და მაგრამ ესე არ არის რომ მე-19 თავდება მე-20-შიც გადადიოდა ჩემი კვლევები ძირითადად მაინც გასაბჭოებამდე პერიოდს იბრძოდა ეს ჩემი და ეს ხდება როგორც ცხოვრება არის მოვლენილობები სავსე მკვლევარის საქმეშიც ხდება ასეთი მოვლენილობები უცბად ისეთ რაღაცას მიაგნებ, რაც საერთოდ არ არის იმ წუთში შენი ინტერესის საგანი, მაგრამ იმდენად ძვირფასია და საინტერესოა, რომ რაღაცნაირად გული არ მოგითმენს, რომ ის ურადღებოდ დატოვო და იმ წუთში თუ არ ხდება ეს რაღაცა დროის შემდეგ უბრუნდები ამას. ასე დავუმართა მეც. აი ამ მე-19 საუკუნის ქართული საგვარეულოების კვლევის პროცესში მე ვიპოვე პერსონაჟები, რომლებიც მიხეილ ჯავახიშვილის ჯავახის მეფის პერსონაჟების პროტოტიპები არიან. და გავყევი შემდეგ აი ამ კვლევას და ეს კვლევები ქვეყნდებოდა სამეცნიერო პერიოდიკაში, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ წიგნი არ არის მათი ჯამი, უბრალოდ ჯამი, ეს კიდევ გავწოლილი კვლევაა და კიდევ მრავალი კომპონენტით შევსებული, მათ შორის ფოტოალბომი პირველად არის აქთან დართული. ახლა მოკლედ პროტოტიპები და სახე-პერსონაჟთა გენეზისი, ასე დავარქვი წიგნს, იმიტომ რომ ეს არ არის მხოლოდ პროტოტიპების კვლევა, აქ მე თავი ვეყარე ყველაფერს, რამაც აი წერმული ფანტაზიით და წერმული მიზანდასახულობით გარდაქმნა ეს დოკუმენტური, ასე ვთქვათ, ამბები და როგორ შეიქმნა ეს ძალიან საინტერესო სიმბოლური დარღვევის მქონე სახე სიმბოლოები ჯაყო, თეიმურაზი და მარგო. ესე იგი, ყველაზე თვალსაჩინო პერსონაჟები დასახელებული აქვს გრიგოძეს და მისი გადმონაცემი ჩაიწერა ლევან ასათიანმა. ლევან ასათიანი სულის წიგნში მითებული, რომ ამ იყო ერთი ოჯახის, ერთი ქართული ოჯახის ისტორია, თავად მისი დეინას, სადაც აი გადაიალა ესეთი ამბები, რომელიც ჯერ გამოიყენა ფაბულად და სიუჟეტება მიხეილ ჯავახიშვილმა. პროტოტიპების ლექსიკონში არის ამის შესახებ ჩანაწერი, მაგრამ ყოველგვარი ბიოგრაფიული მონაცემების გარეშე მარტო დასახელებულია ეს ნიკოლოზ სუმარდაშვილი, მისი მეუღლე დარია ფალავანდიშვილი და მათი მოურავი ნემსაძე. ეს ნამდვილი ამბავია, ეს ადიუტერი გაიშალა ამ ოჯახში და ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ, წაიკითხავთ და აი ეს შთამბეჭდავი ამბავი ჩავრჩა გერონტი კიტოძესგან გადმოცემული მიხეილ ჯავახიშვილს და გამოიყენა, მაგრამ მარტო ეს სამეული არ არის. ამ შემდეგ კვლევა გავაგრძელებთ და ძალიან დიდ დახმარებას გამიწია. აი თქვენ ახლა ხედავთ ამ შემდეგ მის სუდის პირობის ჩანაწერებში კიდევ იყო მინიშნებები მსგავსი ისტორიების შესახებ და ამ ხაზსაც გავყევი და აი აქეთ სურათზე ჩემსკენ თქვენ ხედავთ ნიკოლოზ სუმარდაშვილს, მის მეუღლეს დარია ფალავანდიშვილს, რომელიც მასზე ბევრად ახალგაზრდა ლამაზი ქალი ყოფილა და ეს მოურავი სურათი არ გვაქვს, მაგრამ დავიჯერეთ. წარმოდგენაში ვყავ. დავიჯერეთ რომ ასე იყო.
აი მეორე ძალიან საინტერესო სამეული, რომელიც პირველად გამახონდა ეს გახლავთ გიორგი ორბელიანი, მისი მეუღლე და ასევე მოურავი. ეს გიორგი ორბელიანი არის გრიგოლ ორბელიანის ძმისშვილი, მისი ძმის ილიას ვაჟი, აი ილიასი, რომლის შამილთან ყველობამ ხარია, მერე მას მერანის დაწერა და გიორგი ორბელიანი, აი თქვენ ეს არის ილია ორბელიანი მოგეხსენებათ და ეს მისი ვაჟი გიორგი ორბელიანი, რომელსაც ასეთი ოჯახური დრამა ასე ვთქვათ, შეხვდა შეახლოება რამებმა უაღრესად საინტერესო კეთილშობილი ადამიანი ამის ახდენს არ ვლაპარაკებთ, იმიტომ და დაინტერესებული აიკითხავს. გრიგოლ ორბელიანის ერთადერთი მემკვიდრე, რომელსაც დარჩა მთელი მისი ქონება, ძალიან მდიდარი კაცი იყო და სამწუხაროდ ესეთი უბედური, ასე ვთქვათ, აღმოჩნდა პირად ცხოვრებაში. მას ეს უკვე ცოტა ჯარმარკი გიორგი ორბელიანი გახდა. მას ცოლად ყავდა მანანა ორბელიანის, ცნობილი მანანა ორბელიანის წიგნობარი ბანოვანის შვილიშვილი მანია ორბელიანი, მისი ვაჟის ალექსანდრეს ქალიშვილი, რომელსაც დედა რუსი ყავდა, სომოვას ქალი და აი ეს წვლილი, ეს ოჯახი ასევე ასე ვთქვათ ამ ამბების შთამაგონებელი, მათი ამბები და ძალიან საინტერესო ის არის, რომ აქ უკვე მოურავი, ნახავთ, ისიც ნამდვილი მოურავი, ოჯახის მოურავი, არტურ აზაროვი, არტემ აზაროვი, ნუ ზოგიერთი ცნობით არტურ აზაროვი, ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც ალფონსოვდა და აი ეს რომანი იყო